სავალუტო ფონდის ბოლო რეკომენდაცია სადავო ხდება. მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმის გასაჯაროების შემდეგ ეკონომისტები პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ. მოამბის მიერ სპეციალური ფორმული დათვლის შედეგად ირკვევა, რომ თამბაქოსა და ნავთობზე აქციზის გადასახადის მატების შემთხვევაში ბენზინი საშუალოდ 20 თეთრით, სიგარეტი კი 70-80 თეთრით გაძვირდება. სპეციალისტები ფასების ცვლილებას სხვა პროდუქტებზე ცელოდებიან. სამაგიეროდ გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები. ცნობილია აქციზის მატების შედეგად დამატებით მობილიზებული თანხის რაოდენობა 600 მილიონი ლარი. მმართველი გუნდის გეგმის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ექსპერტების ნაწილი, რომელიც მოსახლეობისთვის შექმნილ დამატებით სოციალურ პრობლემაზე მიუთითებს. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ აქციზის გადასახადის ზრდა? ამ კითხვაზე პასუხის დროს ეკონომისტები ახლა დამოქმედებულ ესტონურ მოდელსაც ახსენებენ, რომლის შედეგად ბიზნესმენების ერთი ნაწილი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდა. რამდენით გაიზრდება ბენზინისა და დიზელის თვითღირებულება, ეს მოამბემ სპეციალური ფორმულით გამოთვალა. თუ კი ავიღებთ დღევანდელ საერთაშორისო ფასს 1 ტონა ბენზინზე ან დიზელზე, ის უნდა გავამრავლოთ ლარის არსებულ კურსზე და ამას ემატება დღგ-ს აქციზისა და ტრანსპორტირების ხარჯი. შესაბამისად, გაზრდილი აქციზის პირობებში საშუალოდ 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1 ლარსა და 50 თეთრს, დიზელის კი 1 ლარსა და 51 თეთრს მიაღწევს. ახლა კი საწვავის თვითღირებულება ლარი და 29 ლარი და 27 თეთრია. საბოლოო ჯამში სხვაობა 20-23 თეთრს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში საწვავი მინიმუმ 1 ლარი და 90 თეთრი ეღირება. ასევე 20 თეთრით იზრდება ავტოგაზი. სპეციალისტების ერთი ნაწილის აზრით, ნავთობ პროდუქტებზე ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. ხშირ შემთხვევაში სპეკულაციურად ხდება ხოლმე საწვავის ფასისგან მატებიდან გამომდინარე სხვადასხვა სეგმენტებში ფასების და მომხმარებელზე არსებული წნეხი იქნება, ანუ მომხმარებელს გაეზრდება ამ შემთხვევაში გადასახადი, მან საკუთარი ბიუჯეტის, ოჯახის ბიუჯეტის შემოსავალი შეუმცირდება. ნავთობის აქციზის გაზრდა არ გახლავთ მხოლოდ რაღაც ტაქსის გაძვირება ან საკუთარ ავტომობილში საწვავის გაძვირება. ეს გახლავთ ყველა პროდუქციაზე, ეს თელს ეკონომიკაზე გაიშლება და საბოლოო ჯამში გაიზრდება ფასები. დაახლოებით 20-25 თეთრის მოიმატებს დიზელის და თქვა ბენზინის რაიმე ფასი. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს გაძვირებას, ეს 2x2-4-ია. სიგარეტზე ახლა აქციზს თუ მაგრამ 60 თეთრით გაზდი, ეს ელემენტარულად დაემატება თითოეულ სიგარეტს. გარდა ნავთობ პროდუქტებზე აქციზის ზრდისა, გადასახადი გაიზრდება თამბაქოზეც. როგორც ამ ეტაპზე ხდება ცნობილი, 1 კოლოფი სიგარეტის ღირებულება 70-80 თეთრის ფარგლებში გაიზრდება. ახლა კი 1 კოლოფი საშუალოდ 2 ლარი და 50 თეთრი ღირს. ჩვენი მოსახლეობის ნახევარის შემოსავლების იხარჯება თამბაქოს შეძენაში. ეს არის კატასტროფა. ანუ ღარიბი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ღარიბდება ზუსტად იმის გამო, რომ დამოკიდებულია თამბაქოს მოხმარებაზე. ეს არის როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული, ასევე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. უხეშად რო ვთქვათ, ეს არ არის მარტო 60 თეთრი, აქ უფრო მეტზე ასაუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ 60 თეთრს ემატება ეგრეთ წოდებული ედუალურემ აქციზი, რომელიც გასაყიდი ბაზის 10% შეადგენს და აქვე ასევე გასათვალისწინებია დღგ-ს ფაქტორი. პირვანდელი გათვლებით დაახლოებით 80-90 თეთრია საუბარი. სხვადასხვა პროდუქტებზე აქციზის ზრდა მოსალოდნელი იყო ახალგაზრდა ფინანსისტისთვის. ანდრია გვიდიანის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ 2017 წლიდან ქვეყანაში ესტონური მოდელი ამოქმედდება, რაც ბიუჯეტში შემოსულობების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს, სწორედ აქციზის გადასახადის გაზრდამ უნდა დააბალანსოს ხაზინის დეფიციტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი განმარტავს, რომ დაანონსებული ცვლილება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2017 წლიდან ამოქმედება ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი, რაც ბიუჯეტში გამოიწვევს შემოსულობების ნაკლებას და შესაბამისად ამის დაბალანსება უნდა მოხდეს აქციზის ფასის ზრდით. სხვა გადასახადებზე ზრდას, როგორც ისიც ჭირდება რეფერენდუმი და შესაბამისად სხვა გადასახადები ვერ გაიზრდება და ამ შემთხვევაში მთავრობას манипуლირების საშუალებად რჩება მხოლოდ აქციზის გადასახადის საკითხი. საწვავის ამოდენობით გაზრდა შესაძლებელია ეფექტი კონდეს დაახლოებით 0.7-0.8 პუნქტი ინფლაციის გაზრდის ნაწილში, რაც ვფიქრობ, რომ ეჭვქვეშ არ დააყენებს მიზნობრივ მაჩვენებელზე ჩვენი ინფლაციის ყოფნას. რეკომენდაცია გადასახადების ზრდაზე მთავრობას საქართველოში ვიზიტად მყოფმა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად გაეზარდათ გადასახადები ან მკვეთრად შეემცირებინათ ხარჯები. მთავრობის გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის შესახებ სწორედ ფონდის რეკომენდაციას უკავშირდება.